როდესაც ვიქსი იწყებს 30-დან გასვლას, იწყებენ ჰეჯირებას მაქსიმალური ოდენობით და დახურვას საინვესტიციო პორტფელების. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა არის ვიქსი. შეიძლება ბევრ თქვენთაგანს გსმენიათ, მაგრამ მოდი განვიხილოთ რეალურად რა არის. ვიქსი ეს არის ინდექსი, რომელიც Chicago Board of Trade-ზე შეიქმნა, ის ოფციონებისთვის არის. ჩვენ არ ჩავუღრმავდებით ახლა მის ყველა ტექნიკურ მახასიათებლებს, ცოტათი რთული იქნება, არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ როგორ ხმარობენ მას ინსტიტუციონალური ტრეიდერები და ინვესტორები იმისთვის, რომ გაიგონ ბაზრის მიმართულება. არის თუ არა ვიქსი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს გარანტიას, ან ვიყიდოთ, ან გავყიდოთ, პირველ რიგში პასუხი იქნება არა. ვიქსი არის ვალატილობის შიშის გამზომველი ინდექსი. თქვენ ხედავთ ახლა, რომ ის აი ესე გამოიყურება შკალასავით, ანუ არ გავს ტრადიციულ აქციას, მას არ აქვს მიმართულება, ან higher high, higher low. ესეთი შკალებია, რომელიც ისვრის. რეალურად იგი ზომავს ოფციონებს შორის, longs და puts შორის დიაპაზონს, მაგრამ მარტივ ენაზე ეს არის ინდექსი, რომელიც ზომავს შიშს. ამითი ინსტიტუციონალური მოთამაშეები უყურებენ თუ რა განწყობას უფევს ბაზარზე. შესაბამისად, ვიქსს აქვს თავისი ბალანსირებული ადგილი, ეს არის ვიმეორებ 15-დან 20-მდე, როდესაც ვიქსი ივაჭრება 15-დან 20-მდე და მასზე ვაჭრობა აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს არის მისი ყველაზე სტაბილური ადგილი, მშვიდობა, ანუ სადაც ბაზარზე ნაკლები შიშია და ინვესტორები წყნარად არიან აგრძელებენ ინვესტიციას. როგორც კი ვიქსი ტოვებს სახიფათო ზონას მაღლა, ჩრდილოეთის მიმართულებით, ცდება 30-ს, ხედავთ სპაიკს, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თითოეული სპაიკი, რომელიც 30-ს გაცდა, იწვევს ბაზარზე კონკრეტულ ეფექტს. ეს რას ნიშნავს? ანუ, როდესაც მან მაგალითად 2008-ში მიაღწია თითქმის 100-იან ნიშნულს, ხოლო 2020 პანდემიის დროს მიაღწია 85-90-ის ნიშნულს, ძირითადად ეს ჩვენ გვანახებს ბაზრების მაქსიმალურ პიკს შიშისადმი, როდესაც იწყება ყიდვა. და ყველაფერი პირიქით, როდესაც ვიქსი ვარდება 9-10 ნიშნულთან, 11 ნიშნულთან, ანუ თავის მინიმუმთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია და ყველა უბრალოდ ზეცაშია სიხარულისგან, იმიტომ რომ მარტივად აკეთებს ბაზარზე, არანაირი შიში არ სუფევს ფულს. ზუსტად აქ არის ძაღლისთავი დამარხული და აქ არის ის მთავარი, რაც ფირს მიღმა იმალება. მინდა გესმოდეთ, რომ ინსტიტუციონალური მოთამაშეები, როდესაც ვიქსი იწყებს 30-დან გასვლას, იწყებენ ჰეჯირებას მაქსიმალური ოდენობით და დახურვას საინვესტიციო პორტფელების, აგრეთვე პირველად პოზიციების დახურვას იწყებენ მაშინ, როდესაც ვიქსი ვარდება თავის მინიმუმ ნიშნულებზე. ეს არის 9, 10, 11, 12, 15-ში როგორც ვისაუბრეთ, სტაბილურია, მაგრამ როგორც როდესაც 30-დან ისვრის, ხშირ შემთხვევაში ნიშნული 70, 80, 90 ბაზარზე ყოველთვის იყო ბაზრის, ანუ ES-ის, იგივე S&P 500-ის ინდექსის მაქსიმალური ძირის გამზომველი. ამიტომ არ ვიცი, რამდენად გამოიყენებთ თქვენ მას სწორად საინვესტიციოდ, მაგრამ პროფესიონალები მას ყოველდღურად ვიყენებთ, ყოველდღურად ვაკვირდებით იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია ბაზრის გულისცემა და ბაზრის გულის კარდიოგრამა ალბათ გინახიათ ყველას. შესაბამისად დაიმახსოვრეთ, 15-20-ში ის არის ბალანსირებული, როდესაც 10-თან ჩამოდის, ის უკვე შაშიშია, ანუ ბაზარზე ძალიან მშვიდობაა და თქვენ მოგეხსენებათ თუ ერთი ფულს არ კარგავს, მეორე ფულს ვერ აკეთებს. შესაბამისად უკუღმა მუშაობს ყველაფერი, როდესაც ვიქსი 30 ცდება, შიში იმატებს და ის მაქსიმალურ ნიშნულებს აღწევს, იგივე 70-ს, 80-ს. იმედი მაქვს, საინტერესო იყო. შეკითხვები აუცილებლად გამოვიშვით კომენტარებში, იმიტომ რომ თქვენ შეკითხვებზეა დამოკიდებული ჩემი მომდევნო ვიდეოები საგანმანათლებლო კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის ფინანსური რჩევა და თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააგრძელოთ მოძიება და მიიღოთ სწორი ინფორმაცია. დიდი მადლობა.